ხევსურეთში კი არტ ფესტივალი დასრულდა ორი კვირის განმავლობაში მწერლების, პოეტების, მხატვრებისა და მოქანდაკეების შემოქმედება სოფელმა ჩირდილმა უმასპინძლა. ძმები არაბულები, რომლებიც სოფელ ჩირდილში გაიზარდნენ, მამაპაპის ნასახლარზე მეგობრებთან ერთად დაბრუნდნენ და ფესტივალი დააფუძნეს, რომელსაც ჩილდირში უკვე მესამედ გაიმართა. თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი ჩირდილიდან. ნეტავ შეიძლებოდეს ხორცი წაიყარო ტანიდან როგორც ტალავარი და სული ზემოთ დატოვო. ნეტავ შეიძლებოდეს ჩამოქცეული სახლის ბანი მარტო კაცის ხელით მთელდებოდეს და იტკეპნებოდეს. ნეტავ შეიძლებოდეს ამ ბანზე ბალღები დარბოდნენ და კვამლი ამოდიოდეს. ნეტავ შეიძლებოდეს ისეთი გუბეების დაშრობა შიგ ჩაწულა რომ არ ეკჭირდებოდეს. ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი წინ გეჯდეს არაყს ასმევდე და ბალღის სიცილს ასმენინებდე. არაგვის ხეობაში პირაკეთა ხევსურეთის სოფელი ჩირდილი, რომელიც ზღვის დონიდან 1350 მეტრზე მდებარეობს, მოსახლეობისგან 90-იან წლებში დაიცალა. გაუკაცრიელებული სოფლის დუმილს დღეს მხოლოდ ერთი ოჯახის ყოველდღიურობა არღვევს. ზაფხულის მიწურულს არაბულების ოჯახმა ხევსურეთის მთების შემოქმედებით სივრცედ უკვე მესამედ აქცია. შარშან თუ მონაწილეობდა მხოლოდ მწერლები და მხატვრები, წელს უკვე აქ არიან მოქანდაკეები, მუსიკოსები, არქიტექტორები, რომლებიც ორი კვირის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ სოფელში, კარვებში, მუშაობდნენ, ქმნიდნენ როგორც მხატვრულ ტექსტებს, ლიტერატურულ ტექსტებს, ასევე იქმნებოდა ფერწერული ტილოები, ასევე სხვადასხვა ინსტალაციები. მე ვგრძნობ შენს პულსაციას და იმას რომ ამ პატარა სოფელმა ქართველი მწერლები და პოეტები ორი კვირის განმავლობაში ქალაქს მოწყვიტა და ხევსურეთში შეკრიბა. პოეზიამ და მწერლობამ ცოტა ხნით ქალაქიდან მთებში გადაინაცვლა. მაყურებელმა კი ადგილი მინდორში სახელდახელოდ მოწყობილ სცენასთან დაიკავა. ის მოდიოდა და იჯდა შოთა. ადგილი არის ძალიან ლამაზი და მშვიდი და ძალიან კარგი ინსპირაციის საშუალებას თუ წყაროს იზრდება. არტ ფესტივალზე წარმოდგენილმა არტისტებმა ბუნებაში სრული თავისუფლება იგრძნეს. არც ექსპერიმენტებს მოერიდნენ და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. რადგან ვიმყოფებით ხევსურეთში, თავის კულტურით და ტრადიციით უნიკალური ადგილია და ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა ფარი სიმბოლურად და ხმლები მეტალში. ხალხური რეწვა, ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა, მხატვრობა და ხევსურული სამზარეულო. გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე სოფელი ჩირდილი და არტ ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა ვიზიტორებს.